მოგესალმებით, მეგობრებო. კიდევ კარმული ასტროლოგიიდან და ესეთი სიღრმისეული ასტროლოგიიდან კიდევ ერთი პატარა ვიდეო მოგიმზადეთ. ახლა გვაქვს წარმოდგენილი ილონ მასკის პირადი რუკა და უმეტესად ხა დრო არის ხოლმე დადგენილი ესეთი ცნობილი ადამიანების, რამდენიმე ასტროლოგები მუშაობენ ხოლმე დროის დადგენაზე და შესაბამისად დებენ მერე ინტერნეტში. და მე შეიძლება გადამოწმება რამდენად სარწმუნო არის ეს რუკები ეს დროის მიხედვით და ჩემი აზრით, რასაც ვაკვირდები, ფაქტიურად ეს რო უნდა იყოს ყველა ვარიანტში და რა მინდა ახლა გამომახვილო ყურადღება ამ რუკაში და რატომ მაინც ილონ მასკი ხო მაგალითად. იმიტომ რომ ძალიან აქტიურად იყო ტრამპის საარჩევნო კამპანიაში ჩართული ილონ მასკი და სერიოზულად ახდენს უკვე ნელ-ნელა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას. ახლა იყო ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც აღნიშნული არის, რომ მაგალითად ყოფილ ტვიტერს ილონ მასკი იყენებდა მაგალითად ალგორითმების მეშვეობით. ბევრი ანალიტიკოსი ლაპარაკობს ამას და მათ შორის ამერიკელი ანალიტიკოსებიც, რომ იყენებდა ზემოქმედებისთვის საზოგადოებრივ აზრზე. და მოკლედ ახლა რა პროცესებიც ხდება, ხო? და ისე რომ უბრალოდ ადამიანური თვალით რო გადავალოთ, ინფორმირებული ადამიანის თვალით, ესე რომ ვთქვათ, ხო? ხდება რაღაცნაირად, მოდით ესე ვთქვათ, ცოტა ავტორიტარიზმის ეპოქა რაღაც დონეზე, ხო? ნელა მოდიან ისეთი ადამიანები, რომელსაც აქვთ დემოკრატიისკენ გამიჯვნის ტენდენცია და ეს ვერ ვიტყვი ახლა რომ მაინც პოზიტიური არის და ვერც იმას ვიტყვი რომ ნეგატიური არის და რატომ? იმიტომ რომ სადღაც ორივე სისტემამ ადრე რაღაც მოჭამა თავისი ავტოკრატიზმის შემდეგ დემოკრატია იმისთვის იყო რომ ბალანსი ყოფილიყო, მერე დიდი ხანი იყო დემოკრატია მსოფლიოში, ახლა ბალანსი სადღაც დაირღვა და ახლა შემოდის ისევ ავტოკრატიული მენტალობის ენერგიის ხალხი, ხო? სხვათაშორის ერთი ისიც რაკურსი მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩამოთვალყავს მაგალითად ტრამპს შულდოსანში, ზუსტად გავსი ენერგია ჰქონდა მაგალითად ვინც ბრექსიტი მოაწყო რამდენიმე ლეიტი შულდოსანი იყო მანდ და ყველას ეს ჰქონდა მე ფილმსაც უყურე რომ აბა თუ გამოვიდო და ანუ პატარა რაღაც ავანტიურიზმი და არა ნამდვილი მშულდოსანი როცა ნამდვილი იდეის მატარებელი არის და მიდის არამედ აბა ნახოთ თუ გამომივა რაღაცისთვის მინდა ხო აი ტრამპზე პირდაპირ ამბობენ რომ პირველ არჩევნებში რომ იყო მონაწილეობა უბრალოდ რაღაცნაირად ავანტიურა იყო მისი არც ეგონაო თუ გაიმარჯვებდაო მაგრამ შემდეგ უკვე შევიდა ხო აი ამ რაღაც ხიბლში და როდესაც ილონ მასკი დგას მის გვერდზე, საინტერესო არის ჩემთვის მთელი, რაღაც ზონეზე სურათი რო ნელა შეიკრას, მისი პირადი რუკის გარჩევაც. და აქ მაქვს კარმული ასპექტები, ძალიან საინტერესო წარმოდგენილი თქვენთვის. და ფაქტიურად ახლა ჩვენ არ გვექნება ეგ მარსი კვადრატში და იმაში ამის გარჩევა დეტალური, უფრო კარმული ასტროლოგიიდან. უფრო რომ გავიგოთ, მასკის ენერგეტიკულ ფსიქოლოგიური ველი როგორი არის, ხო, ასტროლოგიური თვალსაზრისით, როგორ ჩანს რუკაში, რა ტენდენციები უნდა იყოს მასში, რომელიც მერე ამოძრავებს ამ ადამიანს მაგალითად და ამითი მაგალითი მინდა გიჩვენოთ, როგორ მუშაობს კარმული ასტროლოგია, ასევე და კიდევ უფრო ჩაგაღრმავოთ პროცესებზე, როგორ ახდენს ადამიანის, მოდით ესე ვთქვათ, კარმული პროგრამები გავლენას, ხო, ენერგეტიკული პროგრამები. საერთოდ კარმულ ასპექტებზე როცა ვლაპარაკობთ, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, ეს აჩვენებს ადამიანის მოდით ესე ვთქვათ, წინა ინკარნაციულ პროგრამებს, მოუგვარებელ პრობლემებს და ტრავმებსაც, ხო? ახლა ტრავმა იგულისხმება ბევრი კუთხით, შეიძლება მაგალითად ადამიანი ხა ეზოთერული ასტროლოგიიდან ცოტა უფრო ძველებური სტილის ასტროლოგიიდან, როდესაც რაღაცა ბნელი ძალები და ესეთი ენერგიებზე არის საუბარი, დაბალი ვიბრაციები. საერთოდ კარმული ნეგატიური ასპექტი ყოველთვის აი ამ რაღაც დაბალ ვიბრაციებთან არის ხოლმე კავშირში, ხო? და ყველას გვაქვს ეს გარკვეულწილად, ოღონდ მნიშვნელოვანია ხოლმე რომ სადღაც არ გადავაჭარბოთ. და რაც უფრო ამ
ამ ენერგიის გაუცნობიერებლობა ხდება, მით უფრო ჩავდივართ ხოლმე აი ამ დაბალ ვიბრაციებში. ვაძლიერებთ ჩვენს იმ ნეგატიურ ენერგიას, ხო, რომელიც ჩვენში კარმულად დევს. ნეგატიური ენერგია რას ნიშნავს? ყოველთვის, როცა შამთვარეზე ვლაპარაკობთ, ეს არის, მოდით ესე ვთქვათ, ცოტა თვითგანადგურების ენერგეტიკა, ხო, დესტრუქციული ენერგია. თვითგანადგურების ენერგია, როგორც წესი, ჩვენს გვითხრევს და სხვებსაც ითრევს ხოლმე ჩვენ გარშემო. გააჩნია თუ ჩვენ მაგალითად მაღალ თანამდებობებზე ვართ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რაღაცა მნიშვნელოვანი გვაბარია იქ უკვე აქტიურად ვლინდება ხოლმე ეს რაღაცა ნეგატიური კარმული პროგრამების კომბინაცია ხომ საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ღრმად რო ჩავიდეთ ცუდი კარგი ეს ცოტა პირობითია და მაინც მონაცვლეობა ხდება ხოლმე როგორც წესი ხა თუ სადღაც ვიყავით ჩვენ მაგალითად გაბრწყინებული ძალიან სულიერი კუთხით აი მაგალითად გარკვეულწილად არის ეს აი მონაზვნური ცხოვრება, ან ეკლესიური ცხოვრება, როდესაც ადამიანს ხვდავს ყველაფერს, შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება საერთოდ არარელიგიური მოვიდეს, ხო? აქ კონდეს ეს შეზღუდვები გარკვეულწილად, ამასაც ვამბობთ ხოლმე. ამიტომ ეს მე გეუბნებით ახლა კარმული ასტროლოგიის და ეზოთერული ასტროლოგიის თვალით ეს როგორ ჩანს. და აი ილონ მასკის შემთხვევაში ერთ ძალიან საინტერესო ასპექტები არის აქ და ესეც ახლა წინა დღეს მქონდა ვიდეო რომელიც გაგიზიარეთ ერიქსონზე, ფსიქოლოგ ერიქსონზე, რომელსაც აქვს შავმთვარის ურანთან შეერთება და მისი მთელი ძიება, კვლევა, პრობლემები, შეცდომები აი ამ ენერგიის მაპროვოცირებელი იყო, ხო? როცა ჩვენ ამ ენერგიებს მივყვებით დამუშავების გარეშე, ხო? აქ ყოველთვის თვითგანადგურების მექანიზმთან მივდივართ და თვითგანადგურება ის იმას კი არ ნიშნავს, რომ ხა მოვკვდეთ და რაღაცა უბედურება დაგვემართოს, თუმცა ესეც ხდება ხოლმე დაავადებები, მაგალითად, აი უსიხარულობა ცხოვრებაში, დარდი, წყენა, ბრაზი, ეს ყველა ემოცია ეზოთერულად ვამბობთ ხოლმე, რომ დაბალ ვიბრაციული ემოციები არის. ემდელში მაგას აქვს ძალიან დიდი სულიერი მისიაც ამ ემოციებს, რაღაცას გვახვედრებს, რაღაცა უნდა გამოვიაროთ, რაღაც უნდა რაღაც დარდი კარმული, რომელსაც უნდა შევეგუოთ, ხო? აი რაც ერიქსონზე ვილაპარაკე, რომელსაც ჩემი აზრით არ შეხვდა ის თავის ენერგიას, არ მიიღო მან ეს კარმული ენერგია, რაც ძალიან ძნელია, თუნდაც რომ გავაცნობიეროთ, მიღებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიჭირს, ხო? ეს მარტივი არ არის, მაგრამ როცა ვხედავთ აქ პასუხისგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე და აბსოლუტურად სხვანაირად მიდის ხოლმე მერე ცხოვრებაც და კარმაც და მომავალი თაობებიც და ასე შემდეგ. და როცა ახლა თანამდებობაზე ვართ ან რაღაც მნიშვნელოვანი ქვეყნის ბედი გვაქვს ჩაბარებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ხოლმე ესეთი ხალხი. რაღაცაზე ვიცით მე იმის ილუზია არ მაქვს ხოლმე რომ ესეთი გავლენის ადამიანებს რაღაც სულიერი ასპექტი კონდეს და ამისი მზაობა კონდეთ. როდის გვაქვს ჩვენ მზაობა, როდესაც ძალიან სერიოზულ კრიზისებს გავდივართ, როცა ვეცემით, როცა გვტკივა, აი მაშინ შეიძლება არაცნობიერი გავხსნათ და ვნახოთ რაღაცები. ხა როცა ყველაფერი ხელის გულზე გვაქვს და რაღაცები მოდის და ეს ალაუფლებაც ხელში გვივარდება, მაინც ჩვენ ესეთ რაღაცებზე არ ვფიქრობთ. ამიტომ ვამბობ ხოლმე პოლიტიკოსებზე, რომ აი ნაკლებად რო სულიერი ან ეზოთერული კუთხით მიდიოდნენ ან ასტროლოგია ინტერესებდეთ თუ რაღაც ძალიან დიდი რყება არ მოხდა ხოლმე ჩვენში. მხოლოდ მაშინ ვუბრუნდებით რაღაცნაირად ჩაღრმავების გზას. რაც შეეხება ილონ მასკს, აქ არის ძალიან საინტერესო კარმული ასპექტები, მეგობრებო. აქ სელენაც უნდა განვიხილოთ მისი და შავი მთვარეც პირდაპირ კარმულ ასპექტებზე გავდივართ, როდესაც შავი მთვარე არის ჩართული ორ უდიდესი ენერგიის პლანეტებთან. ნუ თლად ზუსტი ორბისები არ არის, მაგრამ საკმაოდ შეერთება არის. ეს არის ურანთან შეერთება და ეს არის პლუტონთან შეერთება. ახლა ეს უკვე ცოტა სერიოზული ძალა არის, როცა პლუტონი, ლილიტი ერთად დგას, თან სასწორში ხდება ეს ყველაფერი. აი ახლა ჩემთვის, როგორც ასტროლოგისტვის, რომელიც ახლა ძალიან ბევრი წელია მუშაობ ამ სფეროში და კვლევარი ვარ ფაქტიურად ფსიქოლოგიის, ასტროლოგიაში და კარმული სტრუქტურების,
აი მე შემიძლია ვნახო აქ, რომ როდესაც არის შავი მთვარი შეერთება ურანთან, ეს არის ქაოსური ადამიანი და ამ ურანს და ლილითსაც, ანუ შავ მთვარეს ორივეს ერთად ვეძახით. თან ნეგატიური ასპექტი აქვს მზესთან და მზე არის ჩვენი ცნობიერება, ეს არის ჩვენი, მამაკაცისთვის მთავარი მე ენერგია. როგორც წესი, შავი მთვარი რაღაც კომპლექსს ატარებს ხოლმე, ნეგატიურ ასპექტს რო ქმნის მზესთან, ან ფიზიკური კომპლექსი შეიძლება ქონდეს ადამიანს, ან ემოციური კომპლექსი რაღაცა არის ისეთი, რომელიც მას უგდებს თვითშეფასებას. ან ბავშვობაში იყო რაღაც, რომელმაც ჩამოყალიბა თვითშეფასებასთან რაღაც ისეთი პრობლემა, ხომ? რომელიც ეს შავი მთვარი არის, გარეთ შეიძლება ვერ ხედავენ, მაგრამ შიგნით დევს ადამიანში. თვითშეფასება მზე არის უკვე ცენტრი, მთავარი ღერძი და აქ მამის კომპლექსსაც ვეძახით, მამისგან მიყენებულს, მამაკაცების გვარშიც ვიძახით, რომ რაღაცა პრობლემა არის, თან ეს მზე ნეგატიურ კვადრატში არის ურანთან. ეხლა ორივე როცა ჯერ ლილიტი ურანის შეერთება არის, ეს წინა ვიდეოში ერიქსონზე ვილაპარაკეთ, ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ პოულობს თავის ადგილს სოციუმში. ეს აკვიატება მოდით ის, რომ არსზე უნდა წავიდე, ეს არის გაქცევა, ის პირობითი გაქცევა, რასაც ურანლილზე ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანს აქ შფოთვა სადღაც კოსმოსში უნდა. ურანი ლილიტი ერთად ან უცხო პლანეტელი არის ეს ადამიანი მენტალურად, ცნობიერად, ენერგეტიკულად, კარმულად, ან რაღაც სხვა სამყარო, აი ეს მიუღებლობა რეალობის და გაქცევა მინდა, ხო, სადღაც აი ეს ერიქსონს რაც ქონდა, რომ ის პირიქით მას ქონდა ის, რომ მე ვერ პოულობ ჩემს სოციუმს და მე ვეძებ მას, ხო? და ეს იგივე არის, რომ თუ ვერ პოულობ და მე თუ აქ არ ვზივარ, ან გავრბივარ, ან მუდმივად გავრბივარ იმ რეალობისგან, რომ მე ეს პრობლემა მაქვს, ხო? და აქ ამ შემთხვევაში ადამიანს აი ეს აკვიატება, რომ კოსმოსი მინდა, სხვა სამყაროები მინდა, ხო? ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობა, რომ ის არ იღებს, მოდით ესე ვთქვათ, დედამიწის ენერგიას, დედამიწა პირობითად ვამბობ, ის სოციუმი, ის გარემო, სადაც არის დაკავშირებული. შეიძლება ძალიან ბევრი ცხოვრება არ იღებს ადამიანი ამ ყველაფერს. ეს მე ცოტა დესტრუქციულ ვარიანტს გულისხმობ, ხა ყველას შეიძლება ეგრე არ ქონდეს, მაგრამ შინაგანად რაღაც ის მომენტი აქვს, რომ რაღაც არც იქით სამყაროში ვარ, არც აქეთში, სადღაც შუაში ვარ, ხო? და ეს სამყაროები არ გულისხმობს მაინც რაღაც პლანეტარულ ენერგიებს. შეიძლება ის სოციალურ წყობასთან კონდეს რაღაცა პრობლემა ადამიანს, ხო? მაგრამ ხა სიღრმეში რომ ჩავიდეს, უბრალოდ შეიძლება ეს ცოტა დაკონსერვებული კონდეს, მაგრამ მაინც უცხოები არიან, უცნაურები არიან, არასტანდარტულები არიან ლილიტი ურანის შეერთების ხალხი. ასოციალურებით შეიძლება იყვნენ, ან პირიქით კონდეთ სულ სოციუმის ძიება, სულ სადღაც მინდა ჩემ გარემოში, ჩემი ვიპოვო, ჩემი ადგილი ვიპოვო ამ სამყაროში და ეს პრობლემა მუდმივად არის, იმიტომ რომ ზემდულეში ის სულს რაც ახსოვს, რომ სადღაც მართლა იყო ის სოციუმი, ის სამეგობრო, ის გარემოცვა, რომელსაც სული მიეჯაჭვა და იმის შემდეგ ეძებს სული აი ამ გარემოს, რომელიც სადღაც დაკარგა, ხო? აი, როცა ეს თან ხდება სასწორში, რომ ავკინძოთ ნენელა, ხო, ისტორია, სასწორში რა არის? სასწორი არის მაღალი საზოგადოება, ეს არის სილამაზე, ელიტარული საზოგადოება. აი, აქ უნდა გავიდეთ გენეტიკურ კარმაზე, აუცილებლად სასწორი იცით, რომ ეს მოდას, ესთეტიზმს, სილამაზეს მართავს და დედამისი მოდის სამყაროში იყო, მოდის საზოგადოებაში იყო ყოველთვის, ხო და ეხლაც არის რაღაც დონეზე. და ეს ფსიქოლოგიურ ფაქტორს აჩვენებს, შეიძლება მას ქონდა ან მიუღებლობა იმ სოციუმის, რაც ბავშვობაში იყო, აი მაგალითად საზოგადოებაში შევედი, მაგრამ ეს ჩემი არ არის ეს საზოგადოება, მე სხვანაირი ვარ. და ხდებოდეს აქ ბავშვობიდან ეს სუფთა ფსიქოლოგია არის, რომ დავანებოთ ახლა კარმას თავი. ჩემ ინტერპრეტაციას გეუბნებით, იმიტომ რომ ეს მესამე სახლში ხდება და მესამე სახლი სკოლის პერიოდია, ბავშვობის პერიოდი არის, პირდაპირ სახლები სკოლის პერიოდი არის და სხვათა შორის ერთი გეტყვით, რომ ახლა 17 ნოემბერს გვექნება ტრენინგი პლანეტარულ ენერგიებზე, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გაიაროთ, აი ახლა ამ პლანეტებზე რო ვლაპარაკობთ. აი უფრო ადამიანურ ენაზე გაიგოთ რა არის პლანეტები და არა წაკითხულიდან და რომ საკუთარი თავი იპოვოთ ამ პლანეტებში, შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაეწეროთ ტრენინგზე.
ძალიან საინტერესო პირადი რუკებით გავდივართ ესე და აი ესე ახლა როგორც გვაგარჩევა ესე გავდივართ პატარა ჯგუფში ყოველთვის პირადი რუკებით რომელიც თერაპიულიც არის და ბევრი გაცნობიერება ხდება. ეს არ არის მხოლოდ საინფორმაციო სახის ტრენინგი, ეს არის გაცნობიერების ტრენინგი, ეს არის ეზოთერულ არს რო ჩავწუდეთ ჩვენსას, ხო, აი იმის ტრენინგი და ვისაც გექნებათ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ, ჯგუფშიც დევს, ყველგან დევს ივენთები. და აი, როდესაც აი ამაზე ვსაუბრობ ზუსტად ურანზე და თან კვადრატურა არის, ხო, მზესთან, ეს არის იმპულსური ადამიანი, ეს არის ცოტა ნეგატიური კუთხით, როცა ლილიტიც და ურანიც ერთად არის გადამგდები ადამიანი და გადამგდები რაც გულისხმობ დღეს ერთი მინდა, ხვალ მეორე მინდა, არ ვარ სანდო. ტრამპი ნახეთ, იგივე ურანი მზის შეერთება აქვს და უგებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს უცებ, ჩქარა მოქმედება გარკვეულწილად ურანს ახასიათებს, მაგრამ მესამე სახლი და სასწორი ეს არის უფრო ისტორია, რომელიც ბავშვობაში სადღაც ან ვერ იღებდნენ ბავშვობაში, ან მეგობრებისგან ღალატებულობდა, ან ვერ შედიოდა მაღალ საზოგადოებაში, ან მაღალი საზოგადოება, რა არის მაღალი საზოგადოება, ეს პირობითობა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სასწორი არის ელიტა. თან როცა არის ეს ორივე შეერთება და გვერდზე პლუტონი არის, თან აგრესია არის ელიტის მიმართ და მაღალი საზოგადოების მიმართ და უჯანყდებიან ურანულად ამ მაღალ საზოგადოებას. თან ძალიან უნდათ მათ მოხვდნენ. სინამდვილეში ეს ისტორია არის შინაგანი, არ არსებობს არანაირი საზოგადოებები, არაფერი, ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომ თითქოს თან უნდა რაღაც საზოგადოების კუთვნილებაში იყოს მაღალი ელიტა არის სასწორი და ბევრი ელიტი სასწორი, ვინც პოლიტიკაში არიან საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა არის, აი სულ ცდილობენ დაიმკვიდრონ თავი მაღალ საზოგადოებაში. არა და თითქოს სულ უჯანყდებიან ამ დროს ამ საზოგადოებას. შეიძლება ისეთი რაღაცები გააკეთონ, რომ აი საერთოდ მიუღებელი იყოს, განსაკუთრებით იქვე რომ ურანი არის, მიუღებელი იყოს ბევრისთვის მაგალითად, ხო? და ეს არის უარყოფა პარტნიორული ურთიერთობების, სოლქრობის ინსტიტუტის, ქორწინების ინსტიტუტის წესების და კანონების, იმიტომ რომ სასწორი ეს კანონები არის. ეს არის რაღაც ყველასთვის რომ მისაღები ვიყო და არაცნობიერად ეს არის მტრობა პარტნიორებთან, ან პარტნიორებისგან მტრობა, რომელიც წამოვიდა მოდი ესე ვთქვათ მესამე სახლიდან, ხო, ბავშვობის სკოლის პერიოდიდან, სადღაც იყო მასზე მე არ მაქვს წაკითხული, მართლა როგორ გითხრათ მაგის ბიოგრაფია, ახლა მაინც არ მაინტერესებს ხოლმე ესეთი ბიზნეს პირების რუკები, უფრო იდეალისტი, უფრო ღირებულებებზე დაფუძნებული გონიერი ადამიანები მაინტერესებს, მაგრამ ნუ მასაც აქვს თავისი როლი, ხო, ამ სისტემაში. და მესამე სახლი ეს არის ასევე ინტელექტუალური მონაცემები, ეს არის ადამიანის კომუნიკაციის უნარი და შავი მთარი როცა მანძის მაინც ახლა ჩვენ ვიცით რომ აქვს მას რაღაც კომუნიკაციის პრობლემები, ახლა თვითონაც აღიარა რომ ასპერგერის სინდრომი აქვს, აუტისტური სპექტრის ასპერგერის სინდრომი აქვს, ეგ ცოტა სხვა თემა არის ხოლმე, მაგრამ თვითონ ისედაც რომ რაღაცა ესეთი არ იყოს მესამე სახლში, შავი მთარი ეს ნიშნავს უკვე კომუნიკაციებში რაღაც პრობლემები. შეიძლება ისეთი რაღაცა თქვას ადამიანმა, რომ ბევრი გადაიკიდოს, ან ისეთი რაღაც არ თქვას, რაც მნიშვნელოვანი იყო. ანუ კომუნიკაციაში დარღვევები, როცა ლილიტი ურანი ერთად არის. მესამე სახლში გვერდზე პლუტონი, ეს უკვე სერიოზული პრობლემები არის, ხო? მოდით ესე ვთქვათ, როცა ფიგურა არის ადამიანი, ეს უკვე ბევრის პრობლემა შეიძლება გახდეს და არა ამ ადამიანის, ხო? ხა გაგვიგია ძალიან ბევრი ურანული, ექსტრავაგანტული და ესეთი განსხვავებული გამონათქვამები მისი და აი ეს ამას მე ვერ დავაბრალებ მაგალითად ასპერგერის სინდრომს, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრს აქვს ადამიანს და აბსოლუტურად არ უქმნიან კომუნიკაციაში პრობლემებს, ხო, ადამიანებს ან თვითონ არ არიან ისეთი კომუნიკაციაში. აქ უფრო მე ეს დავინახე, ზოგი არის შავი მთვარე მესამე სახლში რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება თქვან, მაგრამ არ ამბობენ, საკუთარი თავის გამოუხატავობა არის, ხო, ზოგჯერ. მაგრამ მის შემთხვევაში ეს არის რომ მოდით იქ შევიდე, რაც მაინც შეიძლება არ მესმის, იმიტომ რომ დავიმკვიდრო თავი მაღალ საზოგადოებაში. სინამდვილეში ეს არის, მოდით ესე ვთქვათ,
წინაპრების რაღაც დონეზე შეიძლება დაკროვილი ემოციები, ახლა ეს უკვე ოჯახური გზავნილებში რო გადავიდეთ, მე ხა ჩემ ინტერპრეტაციებს გიყვებით, ახლა რო ადამიანს ესე ვიცნობდეთ, შეიძლება ცოტა სხვანაირად თქვათ, მაგრამ ნუ ფაქტიურად ახლა იმაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს მასზე, მთელი წლების განმავლობაში რო ვუყურებთ, ვიდრე შეიძლება ახლა ადამიანი პირად რუკაში მოვიდეს და 2 წუთში რაღაცა მოყვეს, ხო? მაინც ბონუსი გვაქვს აქ, რომ განსაზღვროთ რა ენერგეტიკის მატარებელი არის ესეთი ადამიანი. როდესაც თან არის მესამე სახლში შავი მთვარე, ეს არის რაღაც შინაგანი აგრესია, იმიტომ რომ იქ უკვე პლუტონი არის, პლუტონზე გადავალ ახლა და შინაგანი აგრესია რა მიმართულებით. ნახეთ, მან იყიდა ტვიტერი, ანუ საკომუნიკაციების ზონა და მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან თავისუფლად შეიძლება პროპაგანდაში გამოიყენოს ადამიანმა, ხო? აი შავი მთვარე ტყუპები, მაგალითად, ჰიტლერი იყო შავი მთვარე ტყუპები. ბევრი მყავს ირგვლივ, სხვათა შორის, შავი მთვარე ტყუპები და მესამე სახლის მსგავსი არის, რომელიც ძალიან აქტიურად როგორ პროპაგანდას ეწევიან, იცით? გებელსი იყო მაგალითად პროპაგანდისტი ჰიტლერის ლიტი ტყუპი. იცით როგორ სახის პროპაგანდას ეწევიან? აი უფრო ის მომენტი რო აქვთ, რომ აი პატარა ინტრიგა, აი რაღაც სიტყვებით თამაშით და იცით რომ ტყუპების ოპოზიცია მშულდოსანი არის, იდეოლოგიურ ზემოქმედებას ვახდენ, პროპაგანდას ვახდენ და თან ისევ ხლართავ სიტყვებს, რომ იქ დაიბნენ ადამიანები, ეგონოთ რომ საერთოდ სხვა რაღაცას ვამბობ და აღმოჩნდეს საერთოდ სხვა რაღაცა მაქვს გონებაში. აი, როცა ახლა ლილით ტყუპს უყურებ კომუნიკაციის სფეროში, მე ძალიან ფრთხილად ვარ ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება აი მეც კი, რომელსაც ძალიან კარგად მაგანვითარებული ახლა ემოციური ინტელექტი, რომ ხედავ ადამიანებს ხოლმე, აი შეიძლება საერთოდ სხვას გულისხმობდეს ეს კარგ ვარიანტში, როცა უბრალოდ მიზანი არ მაქვს ცუდი, მაგრამ დარღვეული მაქვს სადღაც საინფორმაციო ღრუბელთან რო წარმოვიდგინოთ, საინფორმაციო ველთან კავშირი, შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცა გამომივიდეს, მძაფრად, აგრესიულად, ნეგატიურად ვლაპარაკობდე, ხო? აი ეს რო გავიხსენოთ ეზოთერიკაში შავი ენერგია, ხო, რაღაც რო ნეგატიური ძალები რო შემოდიან თითქოს ჩვენი ლიტის ზონიდან ადვილად ჩვენში, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ მართლა არის ამაში რაღაცა კავშირი, რომ როცა ადამიანების დაზაფრვას და ნეგატივს უზრუნველყოფთ, აქ რაღაცა სხვა რაღაცაშია საქმე. მაგრამ როდესაც ჩვენ გამიზნულად ამას ვაკეთებთ, მოდით უფრო ჰუმანისტური ეზოთერული ფსიქოლოგიიდან გეტყოდით, რომ ეს შეიძლება ქონდეს ადამიანს ის, რომ მას ძალიან დიდი კომპლექსი აქვს, რომ მას არ აგონებრივად კარგი, თვითონ არ მოსწონს მისი ინტელექტუალური მონაცემები, მისი კომუნიკაციის ანაზროვნების მონაცემები, აქვს შიდა კომპლექსი და აი ამ სიტყვათა ჟანგლიორობით ახდენს ზემოქმედებას და თვითგანმტკიცებას, რომ აი მე თურმე შემძლებია. გულახდილად გეტყვით, აი სოციმედიაშიც ბევრი მყავს ესეთი ლიტი ტყუპები, იზიდავთ ეს სფერო და აი მაგას ვამჩნევ. ან არიან ლიტი ტყუპები, რომელიც რაღაც სიმართლეს დიდი ხანი ლაპარაკობენ, არავის არ ესმის მისი და მე აღმოჩნდება, რომ მართალი იყო. ეს არის უკვე კარმული რაღაც პროგრამა, რომელიც, აი ვთქვათ, კარმულ ასტროლოგიაში ვიტყოდით, რომ წინა ცხოვრებაში ესეთი იყო, რომელიც ატყუებდა სხვებს, ან დეზინფორმაცია შეახვევდა და ეხლა ღებულობს იმას, რომ ან მეტყველების პრობლემა შეიძლება კონდეს, ან გარემოცვა არ უყურებდეს მას სერიოზულად. ანუ მე ახლა გიყვებით თქვენ რთულ ვარიანტებს, რა თქმა უნდა, ყველასთან ესე არ უნდა იყოს, ხო? და თვითონ ადამიანს თუ აქვს დესტრუქციული ენერგეტიკა, მომტანი არის დესტრუქციის, მან კარმულ ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, ხო? და აი ამ შემთხვევაში მასკთან მესამე სახლი, მე მაგას ვუყურებ, რომ ის ტვიტერის მეშვეობით, როგორც კი მან იყიდა ეს ტვიტერი, ეგრევე ვთქვი, რომ მორჩა, ახლა მეთქი აქ რაღაც საინფორმაციო საცეცებს ჩადებს, რომელშიც რა თქმა უნდა გამოიყენებდა პირადი ინტერესებისთვის და არა რაღაც ესეთი მაგალითად ელენა მესამე სახლის ელენა ტყუპი, მას საერთოდ სხვა მიზნები აქვს, სხვა ღირებულებათა სისტემა აქვს, ხომ?
და აბსოლუტურად სხვანაირად გამოვლინდა აქ თავს. ამიტომ აი ესეთ რაღაცებს თქვენ იმიტომ გეყვებით, რომ კარგად დააკვირდეთ, მეგობრებო. როგორც ჩვენ თავში, იმიტომ რომ რაც უფრო სხვა ადამიანებს უყურებ, უფრო მეტად დიდი თვალებით უყურებ ხოლმე ჩემ შემთხვევას მაგალითად, ჩემ კარმულ ასპექტებს, რომ არ გადავიდე იმ საცდურში, რომელიც ძალიან ესე ღია არის, ხო? შესაძლებლობები ძალიან დიდი აქვს ამ საცდურს, რომ ჩვენ წამოვეკოთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ გამოცდილება არ აქვს კარმული, სწორი გამოცდილება არ აქვს, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს მესამე სახლი და თან სასწორი, როდესაც მე მერყევი ვარ თან შინაგანად, მე შინაგანად პარტნიორული ურთიერთობები არ ვიცი, მე კომპლექსი მაქვს სადღაც, რომ აი რაღაც მაღალ საზოგადოებაში, ელიტაში, აი ვერ პოულობ ჩემ ადგილს, არა და მინდა მან, ხო? და აქ ბავშვობაში მივდივართ, რომ სადღაც იყო მის წინაპრებშიც ეს სურვილი და ვერ მიდიოდნენ იქამდე სხვადასხვა მიზეზის გამო, ან მიდიოდნენ არაკანონიერის გზებით, ეს სასწორის ისტორია არის. ახლა ჩვეულებრივი ადამიანი რო ცხოვრობს ამ ასპექტით, ოკეია რა, შეიძლება უბრალოდ პირადში არ უმართლებდეს, ხო, მაგრამ როცა ისეთ მაღალ ელიტაში შედის ადამიანი და აქ უკვე პოლიტიკაში ხა რა ისაქმებოდა მაგალითად ტრამპმა რო დაურეკა ზელენსკის და ილონიც იყო ჩართული. მას აქვს ეს ამბიცია, ის მინდა გითხრათ, ხო, რომ მე უნდა ვიყო და შამთარის სასწორში ეს არც ისე კანონიერ გზებს გამოაყენებინებს ამისთვის. საცდური ექნება ყოველ შემთხვევაში. ახლა როდესაც პლუტონთან ერთად არის შამთარის შეერთება, ეს უკვე უფრო ცოტა რთული ისტორია არის. პლუტონი ჩვენთან მორიელივით მოქმედებს, ხომ? და მორიელზე უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე უბრალოდ მორიელი არის. პლუტონი ეს არის ჩვენთან ტრანსფორმაციის ნეგატივისაც ზოგჯერ მრისხანების, შიდა დაგროვილი აგრესიის ენერგია, რომელიცაც ლილიტი ყველაზე მისი დაბალი ვიბრაციებით აქტიურებს. კარგ შემთხვევაში, როცა აქ ადამიანს ლილიტი პლუტონი შეერთება, მაგალითად, ხომ, მას აქვს უსაფრთხოებასთან შინაგანი პრობლემები, მას აქვს ან ზემოქმედების რისკი, რომ ვიღაცების ზემოქმედებაში მოხვდეს, ან თვითონ ცდილობს ზემოქმედების მოხდენას ხვებზე, გავლენების მოხდენას, რომ ასევე მასზე არ მოხდეს ზემოქმედება. კარმულ ასტროლოგიაში ვიტყოდი, რომ სავარაუდოდ რაღაც დაუშავეს რომელიღაც ინკარნაციებში, შეიძლება რამდენიმეშიც კი, ერთი და იგივე ისტორია იყო, ილონ მასკს სოციუმმა, ჯგუფმა დაუშავა რაღაცა, ან მაღალმა საზოგადოებამ, აი რაღაც, აი, მოდით ესეთი რაღაცა ჩანს თითქოს კარმულად ის შურისძიებისთვის არის ახლა ორიენტირებული, აი შური უნდა ვიწიო, აი თქვენ მე ესე გამიკეთეთ და ახლა მე თქვენ დაგიბრუნებთ ამას, ხო? ეს ცოტა ესეთი დესტრუქციული ენერგიით რომ იყოს. მეორე კუთხით შეიძლება ეს ხდებოდეს, რომ მას აქვს სურვილი საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინოს მესამე სახლიდან, იმიტომ რომ მზე საკვადრატებსთან ეს და აქ რაღაც კომპლექსები მამისგან, უსიყვარულობა მამისგან, შეიძლება მამა არ იყო და ზოგადად საკუთარი თავის სიყვარულის კომპლექსი აქვს და ამ გზებით, რომ აი მე მივახწევ ძალაუფლებას, მე მივალ მაღალ საზოგადოებაში, მე მოვახდენ გავლენას სხვებზე და მე შემეყვარებენ, იქნება ეს დედა, იქნება ეს, ვთქვათ, მამა პირობითად, არაცნობიერ დონეზე ესე შეიძლება იყოს, ხომ? აი მე ყველა ვერსიაში ვხედავ, რომ რომელიღაცა შეიძლება იყოს, შეიძლება ყველა ერთად იყოს და შეიძლება იყოს აი ეს ბოლო მომენტი, ხომ, რომ მე მაქვს კომპლექსები და მე მინდა იქ მივიდე. რომ დავამტკიცო ჩემ თავს, რომ არც ისე ცუდი ტიპი ვარ, იმიტომ რომ მზე არის აქ ჩართული, მზე არის ჩვენთან მამაკაცის ენერგია, თვითშეფასება, ეს არის თვითგამოხატვა და ახლა ყველა ხედავთ, რომ ცოტა დესტრუქციულად ახდენს ხოლმე ეს ადამიანი თვითგამოხატვას, ხო და დესტრუქციულად როგორ ახლა უყურეთ ხოლმე და მიხვდებით, შეიძლება იქ მიდიოდეს, რაც საერთოდ არ ეხება მას და საერთოდ შეიძლება არ იყოს იქ აქტუალური, ხო? მისი ყოფნა. ეხლა ისიც გითხარით, რომ მზე ურანი როცა ხვდება ერთმანეთს, ესა ლილიტი ურანი როცა ხვდება ერთმანეთს, ეს არის აკოიატება, რომ სადღაც მინდა გაქცება.
სხვა პლანეტების თემა მანდ არის. პლუს აქ არის საინტერესო ის მეგობრებო, რომ აი მაგალითად პოლიტიკურ სფეროში ან კარიერულად როგორ იმუშავებს ეს ადამიანი, მას აქ იუპიტერი მორიელში და მფარველიც მორიელში ყავს და ეს უკვე მეანიშნებს იცით რას, რომ შინაგანად ის საკმაოდ ძლიერი ადამიანია, მებრძოლი სული აქ მოდი ესე ვთქვათ, შინაგანი, აი ის რომ პლუტონი მორიელური ენერგია შემოდის და ცოტა დესტრუქცია არის, და მაგალითად პლუტონი ლიიტი შეერთება აქვს პუტინსაც და ეს ავტორიტარულობა ახასიათებს, ხო? ესე იქნება მასკიც, ის ავტორიტარი იქნება, ის საკმაოდ მიმწოლი ადამიანი იქნება. ეგოისტურად, იმიტომ რომ ის თავის უსაფრთხოებაზე ისრუნებს და არა სხვების უსაფრთხოებაზე, ან საკუთარ ფინანსებზე ცოტა კრიმინალური ისტორიაც არის, როდესაც მე შემიძლია მივაწვე ადამიანებს, რომ აი როგორც პუტინი არის მაგალითად, ხო, ესეთი ენერგეტიკა არის პლუტონი ლიიტი შეერთება და როგორც პუტინმა საბოლოო ჯამში ბევრი სიკვდილი მოიტანა, ხომ? იქ პლუტონის გამო ძალაუფლებაში, ხო? აი ესეთი არის, ხა ილონ მასკმა შეიძლება ეს არ მოიტანოს, მაგრამ პლუტონი ყავს ქალწულში და პუტინს ლომში. პლუტონი რომელ ნიშანში ყავს ძალაუფლება იქ გვაქვს. პუტინი ლომის პლუტონით და ლილიტით და იქვე დაღმავალი ყავს ეს ავტორიტარული, მოდით ესე ვთქვათ, სიბრაზე რაღაც, ძალიან დიდი სიბრაზე, რომ რატო არ მიმიღეთ. პუტინთან მე ესე მგონია, რომ ის სჯის სამყაროს ამის გამო. და თვით საბოლოო ჯამში თავის თავს სჯის, იმიტომ რომ სამყარო გარეთ, რაც უფრო მეც ტკენთ სხვას, იმით უფრო ტკენთ ჩვენ თავს არაცნობიერ დონეს. ამიტომ მასკს ქალწულში ყავს და ეს არის ტექნოკრატიზმი, რაც ნიშნავს, ახლა მეცნიერული მიდგომები არის ქალწული პლუტონი, მაინც ამ პლუტონს დიდად ღირებულებები სულიერი არ აქვს, მას აქვს უფრო ღირებულებები, რომ აი რამდენი ტექნიკაც მაქვს, მე უფრო ძლიერი ვარ. ლომისთვის რამდენი ძალაუფლებაც მაქვს, იმდენად ძლიერი ვარ. რამდენადაც მეფე ვარ, მით უფრო ძლიერი ვარ. პლუტონი ქალწულში ეს სხვა ისტორია არის, ეს არის აი ზუსტად ის ტექნოლოგიური წარმატება, რაც ილონ მასკს აქვს, რომელიც გვერდზე ლილიტის ის და ესეც ცოტა ისეთი თემა არის, ხო, ამ წარმატების ენერგია, მოდით ესე ვთქვათ. როცა არის მზესთან ნეგატიური კვადრატი, ასევე პლუტონის, ეს უკვე ავტორიტარიზმი არის, ეს უკვე სერიოზული ძალაუფლება არის იმ კომპლექსების გამო, რასაც ლილიტი უქმნის, მაგრამ თან ურანულად, ხო, ეს არის არასტაბილური ტიპი, მაგრამ პლუტონი ლილიტი ყოველთვის ისეთი ძლიერი არის შინაგანად, რომ მას უნდა კულისებიდან მართოს რაღაცები, კრიმინალური, სხვათა შორის აი ბიძინა ივანიშვილზე რო ამბობენ ხოლმე კრიმინალური ფუნდლი აქვს შეკრული კრიმინალური, ნუ პლუტონი მზის კვადრატი აქვს და იგივე კვადრატი აქვს სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილსაც და აი ეს ზეწოლა, აგრესიული ზეწოლა მათ ახასიათებს. ავტორიტარიზმი, კრიმინალური მენტალობა აქვს, კანონს მიღმა რაღაცების გარჩევა, ეს პლუტონს ძალიან კარგად შეუძლია მზესთან და იქვე ლილიტი რო არის, უკვე გასაგები არის, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ადამიანები მოვატყუოთ ბევრი რაღაცით, მაგრამ რუკა ვერ მოგვატყუებს, ხო? რუკაში ჩანს უკვე მართლა ზიანდრის როგორი არის ადამიანი და არა ის როგორც ცდილობს რომ დაგვანახოს, ხო? და შემდეგი არის უკვე საქმეებით, როგორ გვაჩვენებს ადამიანი როგორი არის და აქ უკვე რუკაშიც ხედავთ რა გააქტიურებული ადამიანს და რა სხვანაირად გამოვლენილი, ხო? ახლა მე მასკის აი იმ ფონითაც ვუყურებ, რაშიც ახლა არის შესული, ხო? უკვე ბოლო რამდენიმე წელი არის. და აქაც ჩანს ამის მიზეზი. პლუს ურანი ნეგატიურ კვადრატში აქვს მგონების მართალ პლანეტასთან და ეს არის რომ დღეს ერთს ვამბობ, ხვალ მეორეს ვამბობ და ცოტა ღერძი მაქვს არეული. შორის ოპოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს და რო ამბობენ ხოლმე გადამგდები, დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, დაახლოებით ეგ ისტორია არის ხოლმე ურანი, მერკური კომუნიკაცია არის, ჩემი საუბრის თემა და ურანი არის, რომ ცოტა დაუფრინავ, ცოტა არასტაბილური ვარ ჩემასრებში, არათანმიმდევრული ვარ ჩემასრებში. შფოთვა მაქვს, რაღაცა უნდა ვთქვა, ხო? ანუ აი ურანმა ცოტა ესე იცის ხოლმე, თან ურანი ახლა აქ მერვე სახლის მართველია, კრიზისების მართველი, როცა კრიზისებისაც და ესეთი მძაფრი ენერგია არის მერვე სახლი და იმას რომ მართავს ურანი ეს არის, რომ აი მძაფრად ისეთ რაღაცას ვამბობ, რომ ყველას შოკში ვაქცევ.
უფრო ამ ინტერპრეტაციას ვხედავ ხოლმე აქ. შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მეგობრებო, აი იუპიტერი, როდესაც მორიელში ყავს და სელენაც მორიელში, ეს ძლიერი მებრძოლი ენერგია არის. აი მიზანს ისახავენ წინ, მიდიან ბოლომდე, ხო? და აი ამ დრაივში სული არის, ამ დრაივში გაწვრთნილი, რომ მე აი მიყვარს ეს რაღაც კრიზისები, შემიძლია დიდი ფული მქონდეს, ხეების ფული მივიზიდო, სელენა ამაში ეხმარება ხოლმე სხვადასხვა და იუპიტერიც ეხმარება. მერვე სახლური ფული, მორიელური ფული, ეს არის როცა ბიზნეს პროექტებში ძალიან დიდ ფულს ვიღებ. სხვის ენერგიების განკარგვა შემიძლია. ტრამპის არჩევნებში 2 დღეში ილონ მასკის ქონება გაიზარდა 26 მილიარდით. და ეს არის პრეცედენტი ფაქტიურად, როგორ შეიძლება არჩევნებში ძალიან დიდი ფული მიიღო. სელენა ლილიც ჩვენ ხო ერთად ვამუშავებთ, ეს იცით თქვენ, ხო? და ეს სელენა რო ეხა ყავდეს თევზებში, აბსოლუტურად სხვა ისტორია იქნებოდა. მაგრამ მორიელში ეს უკვე ნიშნავს, რომ მე შემიძლია ძალიან დიდი ძალაუფლება მოვიპოვო თან როგორ უკანონო გზებით, სასწორი. თან იქვე გერძე პლუტონი ყავს. ეს არის ცოტა რთული ვერსია, როცა სელენას ენერგიაში შევდივართ და ლილიც ვიყენებთ ამისთვის, რომ მივიღოთ სელენას სიკეთები. ეზოთერულ ასტროლოგიაში ვამბობთ, როცა ჩვენ ვანიავებთ ნათელ კარმას. ვანიავებთ იმ ღერც, რაზეც ჩვენ დგავართ, არასწორად ვიყენებთ და სიამთლეში ყველაზე სწორი არის, როცა სელენას ვიყენებთ, ლილითზე სამუშაოთ. ეთილად, ძლიერად, შემდეგ, ეს არის უკვე საერთოდ უფრო კონსტრუქციული ფორმა, ხო? როცა ჭაობიდან გვინდა ამოვიდეთ და ის დესტრუქციული ზონა, ეს არის ჭაობში რომ შევდივართ. ესე ხატოვნად რო გითხრათ. მაგრამ იუპიტერს აქ ნეპტუნთან შეერთება. აი ნეპტუნი, ეს უკვე საერთოდ სხვა ისტორია არის, მეგობრებო. მისი იუპიტერის საზოგადოებასთან ურთიერთობა, კარიერა, ჩემ პროექტები, ყველაფერი ეს იუპიტერია, სადაც გავდივართ გარეთ და ძალაუფლებასთან გვაქვს რაღაც დონეზე საქმე, ყოველთვის იუპიტერი არის. აი ყველა მწერს ხოლმე რომ რაღაცა მშვიდად ლაპარაკობ, როგორ ისე ლაპარაკობ, იუპიტერი სასწორში მყავს და რა თქმა უნდა ყოველთვის აი ამ სასწორულ ღირებულებებში ჩემ იუპიტერს ყოველთვის ვავლენ. ხა მე რო აქ ვერც შემყავდეს იუპიტერი, ესე გამოვიდოდი და მე ეს მოგეწონებოდათ. თუ იუპიტერი არის მერწყალში, ეს ადამიანი რაღაც საზოგადოებრივ სოციალურ საკითხებზე მუშაობს და ყველას მოსწონს. აი ეს არის იუპიტერი ჩვენს რუკაზე. და ნეპტუნი, ეს არის ბურუსი, ეს არის კულისებიდან მართვა, ეს არის ფარულობა. და ამ შემთხვევაში ილონ მასკი ყოველთვის ეცდება ეს მთელი თავის კარიერა კონდეს აი ნეპტუნურად, კულისებიდან, ფარული მართველი, რუხი კარდინალის იმიჯს ნამდვილად აძლევს მას აი ეს ნეპტუნი. ნეპტუნი არის ასევე იუპიტერის უმაღლესი ოქტავა და შეიძლება ეს ადამიანი იყოს ძალიან დიდ გაფრთხილებას. ჩვეულებრივ ადამიანურ ცხოვრებაში ეს არის კარგი მუსიკოსი მაგალითად, კარგი მხატვარი, კარგი პროგრამისტი, მაგრამ რადგანაც ტექნოლოგიებთან აქვს ილონ მასკს საქმე, ნეპტუნი აქ გაუზრდის აი ტექნოლოგიებში როგორიც და სადღაც ჩემთვის მუშაობ და რაღაცა სენსაციურ, სერიოზულ რაღაცას ვაკეთებ მე, ხო? ეს ტექნოლოგიები უშუალოდ ესე აავლენს მაგალითად ნეპტუნი თავს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი სადღაც კულისებიდან მუშაობ, რაღაც ისეთი იდეები მაქვს მაგალითად, რომელიც აი არსაიდან ზღაპრული სამყაროდან მოვიდა, კარგი ზღაპრებსაც წერენ ხოლმე, სხვადასხვა ნეპტუნიანელები ან კარგ ფილმებს იღებენ, დიდი ფანტაზიის უნარი, დიდი ოცნებები, ნეპტუნი ოცნებებია, რომელსაც იუპიტერი აფართოებს და რომელიც შეიძლება მე ავახთინო, ჩემი ოცნებები. აი ამ ასპექტს იძლევა. მაგრამ ეს არ არის ესე, რომ გამოვიდეს და ესეთი პოლიტიკოსი გახდეს, ხო? ის ყოველთვის ეცდება კულისებიდან მე-9 სახლის მმართველი არის ნეპტუნი. მე-9 სახლის ჩვენთან არის პოლიტიკა, ეს არის გაფართოება ასევე და ეს არის ასევე იცით როგორი რაღაც სარეკლამო სფეროც არის და მე-5 სახლი ეს არის რომ ინვესტიციებში ძალიან მიმართლებს. ან პოლიტიკოსები პოლიტიკაში ვდებ ინვესტიციებს და იუპიტერი გვერდზე დიდ მოგებას ვნახულობ ამით. ახლა როდესაც
ან ვასწავლი ხოლმე ასტროლოგიას, ან პირად რუკაში როცა ვხედავ ასეთ ასპექტს, ხო? და აი მაგალითად პოლიტიკაში უნდა ადამიანს ხო მოვიდეს. შეიძლება უთხრა, რომ კარგი სპონსორები შეიძლება გყავდეს, დაგიფინანსოს შენი პოლიტიკური გამოსვლები. ან მაგალითად შენ დააფინანსო ვიღაც პოლიტიკოსი და მიიღო საკმაოდ დიდი გვერდზე იუპიტერი, დიდი გაფართოება, ხო? ფინანსური გაფართოება. რაც ილონ მასკის შემთხვევაში მოხდა, ხო? მან ფაქტიურად ის დაფინანსებას, ხარდაჭერას უცხადებდა. PR-ით იქნებოდა თუ სხვა მეთოდებით და 2 დღეში 26 მილიარდით გაიზარდა მისი შემოსავალი. და ესეც პრეცედენტი არის, ნელ-ნელა გადავდივართ ფაზაში, როდესაც პოლიტიკა დიდი დოზით უფრო ბიზნესში გადადის და რეალურადაც თუ აკვირდებით, თუ ბიზნესმენები მოდიან უკვე პოლიტიკაში, მათ აქვთ უკვე შემოსავლები დიდი, გააძლიერება უნდათ ამ შემოსავლის, განმტკიცება, რომ ისევ ძალაუფლებაში იყვნენ. და ძალაუფლება იმისთვის სჭირდებათ, რომ ფინანსურად იყვნენ ძლიერები, ხო? აი ეს, მოდით ჟარგონულად რო ვთქვათ, კარგად მოჩოთქეს თანამედროვე ბიზნესმენებმა, რომ რაღაცა ვიყო რაღაც იდეალისტზე დამოკიდებული, ამას ჩვენ შემიძლია მართო. და ყველა ქვეყანაში გარკვეულწილად ნენელა, რასაც ვაკვირდებით, უკვე ნენელა მოდიან ეს ბიზნეს ჯგუფები, ხა ჩვენთანაც ბიზნესმენი იყო, ხო, ეს ბიძინა ივანიშვილი. ერთი მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ხა ბიზნესის მენტალიტეტი, ენერგეტიკა, ცნობიერება ძალიან განსხვავდება პოლიტიკისგან. პოლიტიკას სჭირდება სხვა ღირებულებათა სისტემა, რომელიც შეიძლება დიდ წაგებაზე წახვიდე ფინანსურზე, მაგრამ მორალურად მოიგო, ხო? ეს ბიზნესმენებს მაინც არ ესმით ხოლმე. საერთოდ სხვა სოციალური წყობიდან ხვდებიან, სხვა გამოწ აი არამე ყურადღება არ მიაქცია სხვათა შორის რატომღაც ხა ყველას უსმენდი ანალიტიკოსებს და ქართველებს საერთოდ არ ალაპარაკე საერთოდ არც უსმენ ქართველებს, იმიტომ რომ საერთოდ საბავშვო ბაღის დონე არის. და არავის არ დაუნახავს ის მომენტი, როდესაც პუტინმა თქვა საჯარო გამოსვლაში, რომ აი ყველა ამბობდაო წინ არჩევნებზეცო რა ტრამპზეო რა აი აზე არ არის პოლიტიკაში გამოცდილება საერთოდ არ აქვსო და ნუ მაინცო ნახეთ ესე კი ეს რეალურად როგორი შეურაცხყოფელი ის არის ახლა ადამიანს როცა მინდა რაღაცა კარგი უთხრა ის შენზე ამბობენ რომ აი ძალიან ვერ ქაჩავ ძალიან ბანძი ხარ მაგრამ მე მაინც არ მგონია მთლად ესე იყოს აი დიპლომატიის ენაზე და სატურნეს ასწორიყოს ახლა პუტინს არ არის დიპლომატიაში მთლად დებილი და ძალიან კარგად იცის ეს პასიური აგრესია არის ფსიქოლოგიის ენაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს არის აგრესია. ეს არის დამცირება, რომ შენ აზე არ ხარ პოლიტიკის, მე ვარ აქ პოლიტიკაში მთელი ცხოვრება და მე ვიცი. ანუ ეს არის რაღაც კონკურენტული ბრძოლის დომინაცია და აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ითქვა მისი მხრიდან. და სიამოვნებაში ამ დროს მართლა ეგრე არის, ამ ადამიანს არ აქვს პოლიტიკაში გამოცდილება და იმიტომ რომ ეს ბიზნესმენი იყო და ბიზნესი ოთხითაც უყურებს პოლიტიკას. ეს რა თქმა უნდა, აუცილებლად მივა კრიზისამდე და როგორც თქვა დემოკრატებმა მიიყვანეს რბილი შიშარა პოლიტიკით კრიზისამდე, მსოფლიო ასე აი ეს ავტოკრატული ენერგიაც მიიყვანს კრიზისამდე. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ნეგატივი გროვდება, ბალანსი ირღვევა, რაღაც პოლუსებს შორის და როცა ბალანსი ირღვევა, იქ აუცილებლად რაღაცა იბუქებს ხოლმე. ეს მოდით ესე ვთქვათ, ეს ხალხი არაფერ შუაში არის საზოგადოებები, ის მილიონობით ხალხი, ვინც ჩვენ აი მაგალითად არასწორად არ პასუხისგებლობას არ ვიღებთ ჩვენს მართველებზე. იქ მე ჩვენ ვეწირებით ამ ყველაფერს, ხო? ეხლა წინაზე ვეუბნებოდი ჩემს მეუღლეს, რომ ფაქტიურად ნუცუბიძიდან ვეღარც გავდივართ. ისეთი საცობები არის და კიდევ აშენებენ ჩვენს წინ ისეთ корпуსებს, რომელიც უკვე მართლა გვეშინია, რომ შეიძლება საერთოდ ჩავიკეტოთ. და აი სასწრაფო რო დაჭირდეს, სახანძრო რო დაჭირდეს, ანუ ფაქტიურად მალე კოლაფსი შეიძლება გამოცხადდეს ქალაქში, ხო? ანუ ფაქტიურად უვარგისად გახდა ქალაქის საწყრები. საერთოდ არ ვეხები პოლიტიკას, უბრალოდ გავდივარ, თვალით რასაც ვხედავ და აქ გვეშინეს ისეთი корпуსები, საერთოდ აღარაფერი აღარ ჩანს корпуსების გარდა. ხო, ნუ იმ მომენტში ფული მიიღეს გამდიდრდნენ და შემდეგ რა იქნება აღარ აინტერესებთ, ხო? ნუ პირველი ის არის, რომ საზოგადოებას გვაქვს პრობლემა, რომ ესეთ პირობებში ჩვენთვის ოკეია ბინები ვიყიდოთ,
როდესაც მანქანას ვერ დავაყენებთ, სახლიდან ვერ გავალთ, სასწრაფოს ვერ გამოვიძახებთ, ბავშვი წრეებზე არ დაგყავს და ვერ დაგყავს და შესაბამისად რა წრეებზეა საუბარი, საათობით ვდგევართ ხოლმე საცობში და ანუ რეალურად ხარისხი იკლებს და ჩვენ ოკეი ვართ. ანუ ვეგუებით ამ ყველაფერს. ყველა საერთოდ პოლიტიკას რო დავანებოთ თავი იქით რუსეთი რო გვაზის უკვე და რაღაც. აი მარტივ ცხოვრების ეულ მომენტებს ოკეი არის ხალხისთვის. ესე იგი ეს გროვდება და მე შეიძლება ისე გადავჯეგოთ ყველა და ყველაფერი. ხო, აუცილებლად იბუდგებს. რომ ჩვენ მიყვავს ყველა ხელისუფლება იქამდე, რომ ასე წავიდეს საქმე. ძალიან რბილად და დიპლომატიურად რო ვთქვა, ხო? ყველა ქვეყნებში ესე ხდება, მეგობრებო. სადაც ადამიანებს არ აქვთ ჯერ ის განვითარება, ის მოთხოვნილებები, მოდით საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა, რომ ჩვენ არ დავარღვევინოთ ჩვენი პირადი საზღვრების ხვებს. და შესაბამისად აი ესეთი რაღაცები მე რო ხდება, ისევ ჩვენ ვაგებთ პასუხს ამ ყველაფერზე. ჩვენი შვილიშვილები მოუწევთ ამაზე ყველაფრის პასუხის გება. მაგრამ მე ჩვენ აღარ გვახსოვს, ახლა 10 წელი რო გავა და 20 წელი რო გავა და ჩვენი შვილები რო გაიქცევიან ამ ქვეყნიდან, ამ ქალაქებიდან, იმიტომ რომ წარმოუდგენელი აქ უკვე ანუ ცოტა მეტი ამბიცია ექნებათ მათ, ხო? უკვე ისე აღარ იქნება, რომ ოკეი იყოს, რომ მე აბსოლუტურად შეზღუდული ვარ, თავარია საპორტალოზე ვცხოვრობ, ან თავარია ესეთი სტანდარტები რო გადავა, მე მათ მოუწევთ, ახლა შეიძლება სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ რეალურად ეს სისტემურად კავშირშია ყველაფერი ერთმანეთთან. აი, როცა ჩვენ ყველა პატარა ქვეყანა ვართ, იქ დიდი ქვეყანა არის ამერიკის, იქ დიდი ქვეყანაა რუსეთის, ხმას არავინ არ იღებს და ადამიანების, თითო ადამიანების ჟანგლიორობაზეა დამოკიდებული ყველაფერი, მე შეიძლება ისეთი რაღაცები დაგროვდეს. რაზეც ის ადამიანები კი არ აგებენ პასუხს, ხალხი ვაგებთ ჩვენ პასუხს და ის იქნება კრიზისი, გაუარესება ცხოვრების, იქნება ომი სიტყვაზე თუ რაც არ უნდა იყოს. და როცა არ შეგვიძლია არაფრის შეცვლა, აი ესე უყურებთ შორიდან, ხო? იმიტომ რომ არაფრის შეცვლა მაშინ არ შეგვიძლია, როდესაც უმრავლესობა არ ფიქრობს ესე. ჩვენ შეგვიძლია გავავრცელოთ ინფორმაცია, შეგვიძლია დაველაპარაკოთ ადამიანებს, ხო? ჩვენ რაც შეგვიძლია იმით ვიმოქმედოთ. ვიღაცა ხელოვანია, ვიღაცა ასტროლოგია, ვიღაცა ფსიქოლოგია, მაგრამ სანამ ეს არ იქნება ხალხი და მე მგონია პლუტონი ამას გარკვეულწილად რაღაცას გაუკეთებს მერწყულში. მომავალში რომ ხალხი მიხვდეს რომ უკვე მათ უნდა აიღონ ძალაუფლება ხელში ნენელა და ეს ძალაუფლება ის კი არ იქნება რომ მივიდე და გადავაყირაო თავრობა. პატარა პრობლემა იყო, აი დაიწყეს პატარა არასწორი корпуსების აშენება, თქვათ ვაკეში წავსულიყავით ყველა, პარკეთილიდან იმიდან დავდგომოდით იქ ვაკის მოსახლეობას გვერდში. იქნებოდა ნუსუბიძეზე წამოსულიყო ყველა, იქნებოდა ვარკეთილში წავსულიყავით ყველა. აი ეს რო იქნება ერთიანობა, გაცნობიერება, რომ იქ რო არის, ჩემთანაც მოვლენ მალე. შეიძლება ჩემთან არ მოვიდნენ, მაგრამ მე რატომ უნდა დავიკიდო ის მოსახლეობა, ხო, იქ რო გაუარესდებათ მათ მდგომარეობა. ესე იგი მე მარტო ჩემ თავზე ვფიქრობ და ვინც მარტო თავის თავზე ფიქრობს, ეს არის დესტრუქციული თვითგანადგურების ენერგია, მეგობრებო. ესეთ მენტალობას მომავალი როგორც ისე არ აქვს ხოლმე. და ესე არის მთელი მსოფლიოში პროცესები ნენელა წასული უკვე. და აი ეს რუკაც მაგალითად, ხო? აი შეიძლება ამ ადამიანის აი ესეთ აქამდე მიყვანაშიც სიტყვაზე შეიძლება ზუსტად ხალხმა შეუწყვეთ ყველამ ხელი, ხო? მაგალითად ჩვენმა ნაკლებმა პროტესტმა, ჩვენმა გაუთანოთ ვიცნობიერებლობამ, ანუ ჩვენი ნეგატიური ასპექტები სხვების პასიურობისგან აქტიურდება, ესეც იცოდეთ, ხო? ჩვენ ყველანი კავშირში ვართ ერთმანეთთან. არ არის აქ მარტო ეს ილონ მასკი, რომელიც მოდის და ნიადაგი არის საჭირო. თუ ნიადაგი არ აქვს, შეიძლება ძალიან კარგი ტიპიც გახდეს, ხო? ან სელენას ენერგიაზე იჭდეს ბოლომდე და ოკეი იყოს. ყოველ შემთხვევაში მე ამას ესე ვხედავ, რომ აი ეს ასპექტები ეხლა ძალიან აქტუალურია. შეიძლება გააჩეროს სამყარომ, შეიძლება დაეხმაროს, შეიძლება თვითონ შეცვალოს რაღაცები, მაგრამ ის манипуляციები მესამე სახლის ზონაში კომუნიკაციის. ის ცოტა დესტრუქცია, ჟანგლიორობა, მოდი ესე ვთქვათ, манипуლირება სიტყვით, კომუნიკაციით ან საკომუნიკაციო ქსელით, რომელიც მესამე სახლი არის, ხო? ეს გარკვეულწილად ამას აჩვენებს, რომ ეს მიდის ეს პროცესი, ანუ არ ჩერდება.
და შესაბამისად ეს პრობლემა არის. მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ სატურნი ოპოზიციას უკეთებს ნეპტუნთან და იუპიტერთან. ეს სატურნი ქმნის თან ისეთ სერიოზულ ეგოსაც, გარკვეულწილად სერიოზულ ამბიციებსაც პოლიტიკურ სფეროში განსაკუთრებით, მაგრამ წარუმატებლობასაც ქმნის მომენტებში. თან ეხლა მის სატურნს, როცა ურანი შეუერთდება ტრანზიტული 2025 წლის ბოლოსკენ წავა ურანი, მე კიდე დაბრუნდება, მაგრამ როცა ის ზუსტი შეერთება ექნება, რაღაცა უნდა შეიცვალოს მასთან, რაღაცა უნდა მოხდეს, არ ვიცი, ესეთ მნიშვნელოვანი შეერთებებს აქვს ხოლმე ძალიან დიდი გავლენა, თან პარტნიორულ ურთიერთობებში რაღაც შეიცვლება, მეშვიდე სახლის მმართველი არის აქ სატურნი, რაღაც სერიოზული ელოდება ჩემი აზრით. მაგრამ თვითონ ისედაც როცა არის სატურნი აქ ჩართული ნეპტუნთან, ხო? და იუპიტერთან. ეს არის, აი, ცოტა სიჯიუტე, ცოტა სწავლა, რომ არ გვეყვარს რაღაცეების პოლიტიკაშიც ამბიცია აქვს სატურნს, იცით? აი, სერიოზული ამბიცია აქვს და ოპოზიცია არის, აქ რო იყოს ან შეერთება, ან ტრიგონი, საერთოდ სხვა ისტორია იქნებოდა, მაგრამ ოპოზიციური ენერგია ეს არის, რომ აი, ცოტა პრობლემები შეიძლება შეექმნას. პოლიტიკის სფეროში ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე ესეთ დროს, იმიტომ რომ იუპიტერი ეს არის სწავლა, სატურნი ამას აფერხებს. ცხოვრების სწავლაც შეიძლება იყოს, როცა აი გვიან ხვდება ადამიანი რაღაცას, გვიან ან როგორი რაღაც არის, იცით? დიდმა წყალმა უნდა გაიაროს, რომ მე ვინმეს დაუჯერო. ცოტა სიჯიუტე არის, ხო, სატურნის ენერგია. ამ შემთხვევაში თან თვარესთანაც აკვადრატი და ეს თვარე კიდე პლუს ცალკე აკვადრატებს იქ იუპიტერს და ნეპტუნს და ცოტა რაღაც ფონებს ქმნის. ეხლა არ მინდა მას ჩავხმავდე, მაგრამ უბრალოდ კარმულ ასპექტებში სატურნი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფაქტობრივად ამით ვხედავთ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში, ტყუპებში ყავს თან სატურნი და ტყუპები ეს ასევე კომუნიკაციის თემა არის, ასევე ეს არის როდესაც მე საინფორმაციო კუთხით მაქვს ამბიცია, რომ შემიძლია ესე მოქმედება მოვახდინო, აი მინდა კურსორით გაჩვენოთ თან. იმის მომიხსნია. თან მინდა რომ აი ამ კურსორით გაჩვენოთ, ნახეთ, სატურნი არის პირველ გრადუსზე თან ტყუპების ზოდიაქოში, აი ჩანს მე მგონი, ხო, კურსორი. და აი ეს ასპექტი ურანთან უკვე რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ურანი ასევე ოპოზიციას გაუკეთებს იუპიტერთან და აი მაგ პერიოდში თან ტრამპთანაც ჩანს რაღაც სერიოზული პრობლემები, მსოფლიოშიც რაღაცები სერიოზულად ირევა. 2026 წელი, 25 წელი გარკვეულწილად ცოტა ისეთი იქნება, თან ნეპტუნი, სატურნი შეერთება იქნება, მე ამას მე გეტყვით ცალკე ვიდეოში. და კარმული კვანძები როცა არის დირექტული კვანძები ეს იცით რომ ცოტა ისეთი არის, ხო დაღმავალი ლომში ყავს და ეს ამბიციები, ეს მე თემა თან პირველ სახლში ეს მოყვება მნიშვნელოვნად. და სხვათა შორის მნიშვნელოვანი არის ასევე ის რომ აღმავალი მერწყული ეს რაღაც კოსმიური თემატიკა გვერდზე მარსი არის და თანამედროვე ტექნოლოგიების თემა ეს როგორც წესი მათი მისია არის ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამ ეგოსგან უნდა გამოვიდეს დაღმავალი ლომი და წავიდეს იდეალებისკენ, ხალხის მსახურებისკენ. ეს როგორც მისია და ნუ ფაქტიურად რაღაც მაგკუთხით მუშაობს, მაგრამ აი ამ კარმულ ასპექტებს მე ცოტა სერიოზულად უყურებ, აი აგერ ხედავთ ხო კურსორით რო გაჩვენოთ. ისე ვუყურებთ ხოლმე მეგობრებო კარმულ ასტროლოგიას, ახლა ძალიან მოკლე ანალიზი გაგიკეთეთ, მაგრამ ნუ მეც ესე ვმუშაობ საერთოდ, როცა ესეთ რაღაც მნიშვნელოვან ესეთ კონსულტაციაში ვარ, სადაც რაღაც პასუხისგებლობებია განსაკუთრებით ადამიანს, მაგრამ კარმული ასტროლოგია ესეთი არის, ბევრად სიღრმისეული არის, ბევრად ზუსტ დიაგნოზს სვამს ხოლმე ადამიანის ენერგეტიკაზე, ადამიანის კარმულ პროგრამებზე, ადამიანის ფსიქოლოგიურ ენერგეტიკულ პროგრამებზე და ახლა როდესაც ჩვენ გაცნობიერებულები ვართ და საკუთარ თავზე მუშაობა გვინდა, გვაქვს უნარებიც, რომ არ გავყვეთ აი ამ შავი მთვარის, ამ კარმული ნეგატივის, ამ წყენების, აგრესიის, მიუღებლობის ენერგიას და გავყვეთ უფრო პოზიტივის, ხო? დავამარცხოთ ჩვენში ის დარდი, გამოვიცხოვროთ, ესე რომ ვთქვათ და რაღაცებში უნდა მივიღოთ რეალობა, ხო?
და აი ამ შემთხვევაში როცა არ ხდება მიღება, მე ხდება ან შურისძიება, ან დამტკიცება საკუთარი თავისთვის, რომ არა მე ეს არ მომცვლია და ყველაფერი ოკეია, ნახე მე რა მაგარი ვარ და დავამტკიცებ და დედამიწა არის პოლიგონი ფაქტიურად აი ამ ეგოების, აი ამ არაადეკვატური თვითშეფასების და მიუღებლობის საბოლოო ჯამში ბედის და საკუთარი თავის, ხო? და გვაქვს ამისი საშუალება გავერკვეთ. სად არის აი ეს მთავარი კარმული პროგრამები და რა არის დასამუშავებელი ჩვენ რუკაში, რომელსაც ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებიც მოაქვს, ძალიან ბევრი როდესაც აქვს აი ეს კომუნიკაციის პრობლემები, ილონ მასკს სადღაც ამოხრუჭებს სამყარო, ხო? და ის კიდევ უფრო კომპლექსის წარმომქმნის ის გახდა, როცა შეიძლება მიღებაც ვისწავლოთ ამისი, ხო, რომ აი რაღაცისთვის არის რის გამოც ესე მაქვს და მოდი მივიღო, მოდი მოусმინო სამყაროს, რაღაც არის კარმა, რაღაც არის დაგროვილი ნეგატივი და ამის მუშაობაში განსაკუთრებით ცით რა სულის თავისუფლდება, სულიც გადადის რაღაც ახალ ეტაპზე და თვითონ შეიძლება ბევრი პრობლემა ბედნიერად წავითეს. კარმულ ასტროლოგიაში ესე არის, ბევრი პრობლემის მოგვარება შეგვიძლია კარმულისაც მათ შორის, თუ მოხდა მიღება ამ ყველაფრის, გაშვება მოხდა ამ ყველაფრის და აი აქ ამ შემთხვევაში როცა ურანი ლილიტი არის, სადღაც აი დედამიწაზე რო არ შემოდის ადამიანი, უნდა შემოიყვანოს აქ უკვე სხვა ტრენინგები გვაქვს ხოლმე, სხვადასხვა პრაქტიკები, სხვადასხვა თერაპევტი, სხვადასხვანაირად მუშაობს, მაგრამ ეს არის კარგი ტექნიკა, როდესაც წარმოსახვით NLP-ს მეთოდი თუ სხვადასხვა ჰიპნოთერაპიული მეთოდით შემოყვავს ამ ენერგოველში, საიდანაც ჩვენ გავბივართ ხოლმე, ხო? და ის როგორც ეს ძალიან სისტემურად სამუშაო არის. ერთი ტექნიკა ამაზე არ მოქმედებს, ბევრი ერთად უნდა ჩაერთოს ხოლმე. რეალური მუშაობა კარმულ ასპექტებზე ესე ხდება. ან ის გმართავს ეს ბოღმა, ბრაზი, ნეგატივი, ეს ყველაფერი გმართავს, ვართ იარაღი ჩვენი ბოღმის, წყენის, უსიყვარულობის და როგორც ჩვენ თავს ვინადგურებთ სულიერ დონეზე, ისე ვანადგურებთ ყველაფერს გარშემო ხოლმე და აი ეს არჩევანი გვაქვს. ამიტომ ვსწავლობდი ამდენი ხანი ამ კარმულ თემებს, ვიკვლევდი და აი როგორც კი აი ეს მოხსენი ეს მაგალითი რა ხდება ხო ადამიანის არაცნობიერში კარმულ დონეზე, წინაცხოვრებების დონეზეც თუნდაც თუ ოჯახურ დონეზე, რომელიც მე ხა ძალიან ბევრი წელია ფსიქოლოგიაში ვარ, ფსიქოთერაპიებში ვარ და ვერ გავდიან. ფსიქოლოგიას არ აქვს ის ინსტრუმენტი, რომ თლად ამ წერტილებში გავიდეს და მაგითი მივხვდი, რომ კარმული ასტროლოგია, სიღრმისეული, ეზოთერული ასტროლოგია ეს არის ჯერჯერობით ჩემთვის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელთაც შემიძლია ისეთ პროგრამებზე გავიდე, რომელსაც ჯერჯერობით სხვას არ აქვს ეს ინსტრუმენტები და ეს მინდა ხოლმე სულ გაგიზიაროთ. იმედია სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ვიდეო და სულ მავიწყდება ხოლმე რომ გთხოვოთ რომ მოიწონოთ ეს ჩემი ვიდეოები. არ არის მაინც-ამაინც დიდი აქტიურობა ხოლმე სხვათა შორის, დიდი დამატება, რომ გამოიწერონ ეს არხი ან დაალაიქონ, რაღაცნაირად არ არის, ალბათ არ არის ჯერ საზოგადოება ამ ვიდეოების გასაგებად ჩემი აზრით. მზად, ну კი, რეკლამას ყველაფერს ვაკლებ, ესეც ჩემი მიზანიც არის, რომ შემთხვევითი ხალხი ნაკლებად იყოს ჩემთან, მაგალითად, უფრო, პირად კონსულტაციას გულისხმობ აქ. მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენც დამეხმაროთ იმაში, რომ აქტიურობა იყოს, ხო? წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.